პოლიციამ რესპუბლიკური პარტიის წევრი მანო ლომიძე დააკავა. მას სრუჩვენება შეედება ბრალი. მანო ლომიძის მანქანა Toyota Prado რამდენიმე დღის წინ დამწვარი იპოვეს. თავად ლომიძის თქმით, მას რამდენიმე ნიღბიანი პირი დაესხა თავს, რომლებმაც მანქანა დაუწეს, თვითონ კი ხრამში გადააგდეს. ამ საქმის დეტალებს დავით კაკული აარკვევს, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. დავით, ხომ არ არის ცნობილი, თუ ვინ დაწვა მანო ლომიძის საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანა? აღიარებით ჩვენებაში, რომელიც ვანო ლომიძე მისცა სამართალდამცველებს, უკვე გაირკვა, რომ ავტომანქანა არის მან თავისი ხელით დაწვა 27 აპრილს იმ დღეს, როდესაც მისი კუთვნილი Toyota Prado იპოვეს დამწვარი. იქვე ექსპერტთა კრიმინალისტებმა აღმოაჩინეს 2 ლიტრიანი პლასმასის ბოთლი, რომელშიც ესხა საწვა ბენზინი. ამ ბოთლზე იქნა ნაპოვნი თითის ანაბეჭდები, ვანო ლომიძის თითის ანაბეჭდები, აგრეთვე მოწმის დაკითხვის შედეგად, რომელსაც მიყიდა ვანო ლომიძეს ბენზინი, გაირკვა, რომ სწორედ მან შეიძინა ეს ბენზინი და საკუთარი ავტომობილი საკუთარი ხელით დაწვა. ვანო ლომიძემ უკვე მისცა აღიარებით ჩვენება და მან აღნიშნა, რომ მან საკუთარი ავტომანქანა მხოლოდ იმის გამო დაწვა, რომ ეს უკავშირდება PR-ს, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს და რომ ის ამით ცდილობდა დაემტკიცებინა ის, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ებრძვიან გარკვეული ძალები. PR-ი მიდიოდა ვიღაცას ცემა, ვიღაცა დააყაჩაღა. ვფიქრდა მოვიყედა պետք ამ სიტუაციას და საკუთარ მანქანას იმიტომ რომ დაზღვევაც აქონდა წავუყიდე ცეცხლზე. რაც ყველაზე მთავარი იყო გაპიარდება ეს ყველაფერი. ექსპერტ კრიმინალისტების მიერ ვანო ლომიძის კუთვნილი დამწვარი ავტომანქანის და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ნაპოვნი იქნა ბოთლი. ბოთლის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად ირკვევა, რომ მასში მოთავსებული იყო ნავთობპროდუქტი, კერძოდ ბენზინი. ასევე ექსპერტ კრიმინალისტების მიერ აღნიშნულ ბოთლიდან ამოღებული იქნა თითის ანაბეჭდი, რომელიც იდენტურია ვანო ლომიძეს თითის ანაბეჭდთან. ვანო ლომიძე, როგორც კი მოვახსენეთ, არის რესპუბლიკური პარტიის წევრი ყვარლის რაიონიდან. ის მონაწილეობდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატად იყრიდა კენჭს. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას ავტომობილი ყავდა დაზღვეული ალდაგი BCI-ში, რომელიც ითვალისწინებდა მანქანის განადგურების შემთხვევაში მანქანის თანხის სრულ კომპენსაციას. რაც შეეხება თავად რესპუბლიკური პარტიის განცხადებებს, ვანო ლომიძის აღიარებით ჩვენებასთან დაკავშირებით ჩვენ მას უკვე შემდეგ გამოშვებებში შემოგთავაზებთ.